დღეს დიდი 7 საათზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გაგარინის ქუჩაზე მდებარე 200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული საწყობი მთლიანად განადგურდა. ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით $1 მილიონი ღირებულების ტექნიკა იყო დასაწყობებული, რომელთაგან ცეცხლს დიდი ნაწილი ვერ გადაურჩა. ხანძრის ლოკალიზებას სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი ცდილობდა, თუმცა იმის გამო, რომ საწყობში დიდი რაოდენობით პროდუქცია იყო, ხანძრის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. როგორც პროდუქციის მფლობელი ედუარდ ფუტკარაძე აცხადებს, საწყობი 20 დღეა დაკეტილია. დაზარალებული ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგეს. ფუტკარაძის განცხადებით, მას პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა. ჩვენდა ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო და სამეურნეო ინვენტარი. პროდუქციის მოცულობა საკმაოდ დიდი იყო, დიდია, ყოველ შემთხვევაში ჯერ საგალე დათვლილი არ არის. მაგრამ რამე კონკრეტული ვერსია რომ თუ რამ გამოიწვია მიჭირს ამის თქვა ძალიან, თუმცა დღეს აქ არის მობილიზებული ყველა სამსახური, ყველა კომპეტენტური ორგანო და იმედოვნებ რომ საბოლოოდ დაიდება სერიოზული და ჭეშმარიტი დასკვნა. დილის 7 საათსა და 5 წუთზე შემოვიდა შეთხოვება, იმავდროულად გავიდა სახელმწიფო სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი. 8 საათსა და 30 წუთზე ხანძარი ლოკალიზებული იყო, ამ დროისათვის მიმდინარე ცალკეული კერების სტაქრობა. ზარალი ძალიან დიდია, ხანძარი იყო 200 კვადრატულ მეტრზე არსებულ საწყობში, სადაც საქონელი პირთამდე იყო გამოტენილი მთლიანად და ხანძრის ჩაქრობის გართულება ამას მოყვა. შემდეგ დამატებით მოიძიეთ 2 ტრაქტორი, რომ შევძენით კედლების გაონტროვა და უახლოეს წუთებში ხანძარი ჩამთვალი.